დღეს Westfire-ს ისტორიაზე, მუსიკალურ გზას და მის სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. პროექტ X-ის დამფუძნებელი გივი მახაშვილი და ბენდის წევრი გიტარისტი თემო აფაქიძე. შემოგვერთებია სტუდიაში. თემო, გთხოვთ. მობრძანდეთ და მაშინ დავიწყებ გივი თქვენგან. დავიწყოთ თავად პროექტ X-ის შესახებ. რა იყო მიზანი მისი დაფუძნების? არაერთი პროექტი ახსოვს ალბათ მსმენელს თქვენს მიერ განხორციელებული, თუმცა შექმნის მიზანზე რა ვისაუბროთ. მოგესალმებით. ამბობს კარაგიხდით მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პროექტ X 10 წელია შექმნილია და მას ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კონცერტი, ძალიან ბევრი საღამო აქვს ჩატარებული და რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ მიზანს ბენდი Westfire-სთან დაკავშირებით, ეს არის სიახლე ახალი ჩვენთან გაწევრიანდა ბენდი, რომელიც ჩვენ უზრუნველყოფთ მის განვითარებას და ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მინდა აღვნიშნო და ეს არის ადამიანები, ყველა განსაკუთრებულად სათითაოდ ინდივიდუალურად არიან მუსიკოსები, რაც დღეს ძალიან კარგი მუსიკოსის ძალიან ჭირს, მოდით ესე ვთქვათ და მე მივესალმები ბიჭებს ყველა მხრივ აბსოლუტურად ძალიან დადებითი, ძალიან შრომის მოყარე ადამიანები არიან და ეს არის ჩვენი პირველი კარგი ნაბიჯები, როდესაც ყველაფერი გვიადვილდება ჩვენ როგორც პროექტ X და მის დამფუძნებასა და ჩვენს კოლექტივს. ჩამოვთვალოთ მაშინ ბენდის წევრები, კლავიში, დრამი შოთიკო მარგალიტაძე, კლავიში გია იაშაღაშვილი, ბას-გიტარა ვანო გოგუაძე, გიტარა თემო აფაქიძე. თემო, თქვენთვის როგორია თანამშრომლობა ბატონ გივისთან? როგორ შედგა ასე ვთქვა თქვენი? მოკლედ გეტყვით ახლა ერთ ლაივზე, ცოცხლად შესრულებულ კონცერტზე შემთხვევით აღმოჩნდით ერთად. მე სტუმარი მოვიდა და რამოდენიმე წამი გაგვესაუბრა, იმდენად საინტერესო იყო, ჩვენშიც გაჩნდა სურვილი დიდი. თუმცა ვიგზენით საუბრის მერე რომ მას ჰქონდა დიდი სურვილი ჩვენთან შეხვედრის და მეორე დღეს შევხვდით, მოვიდა რეპეტიციაში და გითხრა ის წინადადება, რასაც ქვია, ჩვენ ვართ ახლა ერთად. ბენდის უახლოესი გეგმები რა არის, ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. უახლოესი გეგმები ბენდს რა თქმა უნდა ექნება საჩვენებელი საღამო, რომელსაც აუცილებლად დაგვადიჟებთ, ეს წინასწარ სიურპრიზად დავტოვებთ თარიღს, ვემზადებით მაგისთვის, ასევე ძალიან ბევრი საღამო გვაქვს ჩანიშნული კორპორატიულები, ძალიან ბევრი საღამო გვაქვს ჩანიშნული სხვადასხვა კომპოზიტორების, სხვათა შორის კონცერტებზე გამოსვლა და ასე შემდეგ და ბენდს რაც ამ ბენდს გააჩნია, სამი ვოკალისტია ყველაზე ძვირფასი. ეს არის ბენდში ძალიან დიდი ფუფუნება, როდესაც სამი ვოკალისტი ყავს და ბენდს შეუძლია ჩაულებულად ქალაქური და ბენდს შეეშვას, გადმოვიდეს სამი მიკროფონი და ტრიო ჩაულებულად ქალაქური სიმღერა შემოგთავაზოს. ეს არის ძალიან ეს არის რეპერტუარზე უფრო თემო ისაუბრებს. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანების გუნდი ბენდი, რომელიც ბენდს შეუძლია სამი ვოკალი წინ ქალაქურად დაიწყოს, მერე გადავიდეს, დაჯდეს საკრავებზე და ბენდის ფუნქცია შეასრულოს, ეს არის ძალიან დიდი ნიჭის დამსახურება და რეპერტუარს რაც შეეხება, როგორც ქალაქური, ასევე თემო განაგზობს უკვე ინგლისური და ასე შემდეგ. პრინციპში ყველაფერი ითქვა რა, შეზღუდვა არ არის რეპერტუარში. კი ბატონო, ანუ სტილისტიკა, გემოვნებიანი რაც თავარია, ნებისმიერ ასაკის გემოვნებიანი სტუმარი მოვა და მოусმეს და ვინც მოусმინა ამ ბიჭებს, რაც ჩვენ ერთად ვართ, ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუმარი გაუშვით და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა ბენდს იმისათვის, რომ ჩვენი მაყურებელი გაანებივრეთ არაჩვეულებრივი მუსიკით.